ამ ვიდეოში მოგიყვებით მინერალზე და ნივთიერებაზე, რომელიც დღესდღეობითაც კი ჩვენს გარშემო მრავლად არის და შეუძლია ისეთი დაავადებების გამოწვევა, როგორიც არის მაგალითად ფილტვის კიბო და მეზოთელიომა, რომელიც არის ფილტვის კიბოს ერთ-ერთი სახეობა. ეს ნივთიერება და მინერალური ბოჭკო არის ასბესტი, რომელიც 1993 წლამდე აქტიურად გამოიყენებოდა მშენებლობაში და დაახლოებით 90 წლებამდე აშენებული შენობების 70%-ში გამოყენებულია ეს მინერალური ბოჭკოები და როგორც ხედავთ, ამ მინერალური ბოჭკოების ინჰალაციისას ეს ბოჭკოები ფილტვის ქსოვილში იჭრებიან. იქ ისინი რჩებიან სამუდამოდ, რადგან ჩვენს ორგანიზმს და იმუნურ სისტემას არ შეუძლია მსგავსი ბოჭკოების დაშლა და გადამამუშავება. იქ ისინი ლოკალურად იწვევენ ქრონიკულ გაღიზიანებას და ამ ქრონიკული გაღიზიანების ფონზე ანთებით პროცესს, რის შედეგადაც, როგორც გითხარით, ფილტვის კიბო და მეზოთელიომა ყალიბდება. მნიშვნელოვანია, რომ ასბესტის დანახვა და შეგრძნობა შეუძლებელია. აი ესე გამოიყურება ერთ-ერთი შენობა, ეს არის გერმანიაში გადაღებული ფოტო, სადაც აქტიურად გამოიყენებოდა ასბესტი მშენებლობაში. მსგავსი შენობების დემონტაჟისას კი ადამიანები, რომლებიც ამ გარემოში მუშაობენ, აუცილებელია ატარებდნენ მსგავს ტანისამოს, რომ ისინი დაცულები იყვნენ ამ ასბესტის მინერალური ბოჭკოებისგან, რათა არ მოხდეს შემდგომ მათი ინჰალაცია.